მოგესალმებით, მნიშვნელოვანი ტრანზიტები გვაქვს ცაზე. მარსი, რომელიც გადავიდა ვერძის ზოდიაქოში და იქ რიგი პლანეტები არის უკვე თავმოყრილი და მარსი ეს არის ჩვენთან აქტიურობის, იმპულსურობის პლანეტა, მოქმედების პლანეტა, ომის პლანეტაც გარკვეულწილად. როგორც კი გადავიდა ვერძში, ეგრევე შეუერთდა ნეპტუნს, რომელიც ასევე გადავიდა ვერძში და მან მოიტანა საერთოდ ახალი ციკლი, ახალი წყობა. ესე ვთქვათ, იმიტომ რომ თან სატურნთან იყო შეერთებაში და ახალი ციკლი განახლება მოიტანა მსოფლიო წესრიგისთვის, ჯერ ქაოსი, მერე განახლება, მერე სტრუქტურა და დაახლოებით 13-ში, როდესაც მოხდა 13 აპრილს შეერთება მარსი ნეპტუნის, გაგრძელდება ერთი 14-15-ში იგრძნობა ეს ენერგიები და მერე მიდის სატურნთან მარსი. ამ პერიოდში ვთქვათ, რაღაც გათვლილი საქმეები, ვთქვათ, უბრალოდ ენერგია რა ხდება ცაზე რო ავიღოთ, ხო? აი მაგალითად შინაგანად რას მოიტანს ეს ტრანზიტები, რაში დაგვეხმარება. ვერძი ეს არის განახლება, იმპულსი, ნეპტუნი არის ჩვენთან ორმაგი ენერგია აქვს. ერთი არის დადებითი კუთხით, ეს არის რწმენა, ეს არის იდეალები და მარსი ბრძოლა და ბრძოლა იდეალებისთვის. იქ სადაც მოქმედება არის საჭირო, სადაც შემოქმედებითი ენერგია არის, სადაც ფსიქოლოგიური უნარებიც ნეპტუნი არის ჩვენთან და ვთქვათ, შეიძლება ძალიან აქტიურად შემოვიდეს მარსიანული ენერგია, იქ სადაც ოცნებებისთვის ბრძოლა გვჭირდება, სურვილებისთვის ბრძოლა გვჭირდება. ხო, რეალურად მაგალითად გვაქვს რაღაც გასაკეთებელი საქმე და აი დიდხანს ვოცნებობდით ამ ყველაფერზე. აი ახლა მარსი ნეპტუნი შეერთება ამ ოცნებებისთვის აქტიურობაში ძალიან დაგვეხმარება. მაგრამ მას აქვს მეორე უარყოფითი მხარეს და ეს უკვე პირად რუკაში არის მნიშვნელოვანი ის როგორ აქვს ეს ასპექტი. ნეპტუნმა ასევე ილუზიებიც იცის, ასევე დაბნეულობას, არ ვიცი რა გავაკეთო. ზოგ შეიძლება კონდეს ეს ტენდენცია, რომ აი ახლა ზუსტად ვიცი რა არის ჩემი ოცნება და ამისთვის უკვე ბრძოლას ვაპირებ. და ზოგისთვის შეიძლება იყოს, რომ მე არ ვიცი უბრალოდ სად მივდივარ, დაბნეული ვარ. მოქმედებაში ნეპტუნი ბურუსი არის. და მან მნიშვნელოვანი არის, ვისაც არ აქვს ესე მკაფიოდ განსაზღვრული რა უნდა ცხოვრებაში, აი კიდევ ჩაბურდოს ნეპტუნმა რაღაც საკითხები. ზოგთან შეიძლება იყოს, რომ აი რაღაცა გავაკეთე და მოვტყუდი, ამიტომ აი ახლა ამ დღეებში ხოლმე არ არის ფინანსური ოპერაციები მაინც სასურველი, ან რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი საქმის ან დარეგისტრირება, იმიტომ რომ ნეპტუნმა მაინც იცის, აი სადღაც შეიძლება ისეთ რაღაც იყოს, რაც ვერ დავინახო. ვიღაცასთან ესე იმუშავებს, იმიტომ რომ ნეპტუნმა მაინც იცის ფარული მოქმედებები. ეს ზურგს უკვე რაღაცები რო ხდება და ზუსტად ვერ ხედავთ. ან შეიძლება ზუსტად ეს შემოქმედებითი ენერგია იყოს, რომ ზუსტად ეს ენერგია მჭირდებოდეს მოქმედებაში, რომ მე უფრო იდეალებისთვის ვიბრძვი, უფრო ღირებულებებისთვის ვიბრძვი, ეს ნეპტუნური თემები არის, ხო? ჩემი რწმენისთვის ვიბრძვი სადღაც, ხო? მე ისიც მჯერა, რასაც ვოცნებობ, აი იქ უნდა გადავდგა ნაბიჯები. აი ამ შემთხვევაში შეიძლება ნეპტუნი და მარსის შეერთება ძალიან დაგვეხმაროს. მაინც იდეალებისთვის ბრძოლა არის ეს, თვითონ ეს ენერგია და თუ იქ სხვა მხრივ მიდის ბრძოლა, მოქმედება ბრძოლას, რას ვიცახე, ხმლიტკერ დავბივართ, უბრალოდ. აი, სად ვდებ თელს ჩემს იმპულსს, ხო? და აქ შეიძლება გამოვლინდეს, რომ სადღაც არ ვიცი რა გავაკეთო, საით მივდივარ, არ ვიცი და შეიძლება აი 13 აპრილს განსაკუთრებულად ადამიანების დიდ ნაწილს ჰქონდა განცდა, რომ აი არაფრის კეთება არ მინდა, არ ვიცი რა გავაკეთო, აი რაღაცნაირად გაშიშებული ვარ, დინებას მივყვები. ეს ყველაზე გავრცელებული ენერგია არის მარსი ნეპტუნის, ან ზოგისთვის იყო ეს, რომ ძალიან კარგი იქნებოდა. ზოგისთვის ფსიქოლოგიური პრაქტიკები, ზოგისთვის აი რაღაცას რომ მივხვდით, რომ აი რა გვინდა გავაკეთოთ სინამდვილეში, ხო? აი რაღაც შინაგანი რწმენის იმპულსი რომ გამოვლინდეს, ხო? აი აქ ძალიან დაგვეხმარება. ამიტომ აი ძალიან რო ვიცით საზე რა ხდება ხოლმე, რა ენერგიები არის, უფრო შეგვიძლია თვითრეფლექსია, უფრო შეგვიძლია მივხვდეთ რა ტენდენციები არის მოსალოდნელი, მაგრამ ეს არის თან ვერძის ზოდიაქოში. ეს არ არის ღია ბრძოლა. ეს არის უფრო შინაგანი, ფარული ბრძოლა. ფარული ენერგიები არის, აი უფრო თან განახლება არის, მაგრამ ნეპტუნმა იცის უფრო შინაგანი განახლება, ვიდრე ესე რომ აქტიურად ყვიროდეს, ხო, სადღაც. ან ეს კოლექტიური ენერგიაც არის ნეპტუნი ჩვენთან, მასების ენერგია ზოგადად ნეპტუნს ვეძახით და აქ მარსიანული ენერგია, აი თქვათ კოლექტივი მყავს, აი ასაწევი, ხო, სადღაც აი კოლექტივში უნდა რაღაც შემოქმედებითი რწმენის იმპულსი უნდა გავაღვიო, ფანტასტიკური პერიოდი არის ამ ასპექტის დროს.
და 19 აპრილს მიდის სატურნთან და ეს აბსოლუტურად სხვა ენერგია არის უკვე და ყურადღებით უნდა იყოთ, იმიტომ რომ საერთოდ აი თქვა რაღაც საქმის რეგისტრაცია თუ გვინდა, ან რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვინდა, სატურნი არის გაჩერების ენერგია. მარსი მოქმედება არის როგორც აი გასრო დავაჭირო და სატურნი არის მუხრუჭი რომ ამოვიღოთ, ამოწიეთ. აი ეს ენერგია იქნება დაახლოებით 18, 19, 20 რიცხვების პერიოდში, აი უკვე კულმინაცია იქნება. ყურადღებით იყავით, ძალიან კარგად იმუშავებს სისტემა, რომელიც ძალიან მყარი არის და ყველანაირ სირთულებს გაუძლებს. ანუ სატურნის პრინციპები თუ არის სრულად დაცული, აქ მარსი საკმაოდ ნაყოფიერი შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც სატურნის შემთხვევაში ყველაფერი ნელა მიდის. ანუ საქმის დასაწყებად მაინც არ არის კარგი პერიოდი, იმიტომ რომ ძალიან დროში გაწელავს, ძალიან ნელა წავა ეს ყველაფერი. ნეპტუნი თუ უბრალოდ უმიზნოთ არის, ანუ არ ვიცი სად მივდივარ, მაგრამ ყველაზე კარგი არის შემოქმედებითი პროექტების დასაწყებად ნეპტუნი მარსის შეერთება. სატურნი მარსის შეერთება ეს არის, რომ აი არ ვიცი რო დავიწყებ, როდის მივიღებ შედეგს, იმიტომ რომ სატურნი დროში წელავს ყველაფერს. მუხრუჭებიც არის, აი შეიძლება ხანდახან იყოს ის, რომ აი საერთოდ არ გამოდის. ამიტომ თვითონ ენერგიაც იქნება, აი ტრამებთან ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ, მანქანაზე ყურადღებით უნდა ვიყოთ, პატარა უყურადღებობასაც სატურნი არ გვაპატიებს, იმიტომ რომ სატურნმა იცის აი ეს მყარი ხელი. სადღაც, ანუ არ გპატიებს შეცდომებს და მარსი ეს იმპულსურობა არის. თან ვერჩი ხდება ეს ყველაფერი, ანუ სისწრაფე, მოუთმენლობა, ეს ვერძის ენერგია არის და იქვე სატურნი დგას. ანუ იგებს ის, ვისაც მოთმინების უნარი აქვს. აი ეს არის 19 აპრილის მიდამოებში პლუს მინუს 3 დღეს ვიღებთ ხოლმე. განსაკუთრებით საყურადღებო არის ეს პერიოდი. თან არის აქ მთელი სხვა სტელიუმი ვერძის ზონაში არის. ეს პერიოდი ზოგადად გამოსაყენებელია ხგენებით ძალიან სწრაფი, აი აბსოლუტური გადატვირთვისთვის ცხოვრების უშიშრად თან. ოღონდ აი ეს თარიღები ცოტა ყურადღება მისაქცევი არის, იმიტომ რომ მარსი მოქმედება ორ ძალიან მნიშვნელოვან დიდი ენერგეტიკის პლანეტებს თან შედის და ეს ცოტა პრობლემა შეიძლება იყოს ზოგიერთისთვის, თუ არ იცის ამ ენერგიებთან, რა სიტყავს ამყარო ჩვენთან, ხო, ჩვენგან, ხო? აი ამის მნიშვნელობა. ამიტომ მაგ პერიოდში ყურადღებით იყავით მარსის სატურნის შეერთების დროს, მუხრუჭების ენერგია არის, მოთმინების ენერგია არის ჩართული, არ ძალიან გაჩერება, იმიტომ რომ ვერც არ უყვარს ზედმეტილოდინი, არც იმპულსურობა და სიჩქარე. რაღაც ძალიან ბეწვის ხიცი არის გასავლელი, ვინც ახლა განსაკუთრებით საქმიან სფეროში არის, ან ზოგადად აი ესეთ ცეცხლი მარსი, სიცივეს ყინულს ეჭახება სატურნი სტრუქტურა, ესეთ კედელი არის, რასაც ქვია და ზოგ შეიძლება კონდეს განცდა ამისი, რომ რაღაც მინდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ აი ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ენერგია არ მოდის, ხო? და ისიც იცოდეთ, რომ აი ამ ტრანზიტისთვის არის დამახასიათებელი დროებითი არის, უბრალოდ მაგ პერიოდში რაღაც გრანდიოზული პროექტები მე არ გირჩევდით, მაინც რომ გააკეთოთ, იმიტომ რომ სატურნი ცოტა რთული ენერგია არის და საერთოდ საქმეს რო ვაკეთებთ, ის რუკა მიყვება მერე საქმეს და ეს სატურნი სულ ექნება ესეთ ხიჭვივით, ესე რომ ვთქვათ, საქმეს და არ ღირს ხოლმე ამ დროს, მაგრამ კარგი არის უფრო პრაქტიკულობისთვის, უფრო დაგეგმვისთვის, საქმის დაგეგმვისთვის, დეტალების გასათვლელად, ინიციატივის გათვლისთვის, დასაგეგმად ასევე,